მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარ საინტერესო სიახლეებს. თავდაპირველად ქართულ ამბებს გავესვებ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლებ. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. მუსიკალური ცერემონიალი მეგა 2004 ტრადიციულად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და როგორც წესი გამოავლინა 2003 წლის საუკეთესო მომღერალი, მუსიკოსი, პროდიუსერი, დიზაინერი და ასე შემდეგ. სულ 30-მდე ნომინაციაში გამარჯვებულები. მეგას პირველი ცერემონიალი 5 წლის წინ ჩატარდა და ახლაც ისევე როგორც ამ 5 წლის განმავლობაში გამარჯვებულებს და ნომინანტებს მკითხველი ხალხი ავლენს. ასევე ტრადიციულად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ცერემონიალი აჩი ფურცელაძეს მიჰყავდა, რომელიც სხვადასხვა წელს მეგას პრიზიორიც გახდა. რომ მომავალს მე ნომინაციით არ ავიკრიბე, ანუ სხვა თუ არაფერი ამ ნომინაციაში უბრალოდ არ ავიღე მონაწილეობას. თუმცა ამჯერად აჩისთან ერთად რეჟისორი ანი მაღლაკელიძეც ითავსებდა წამყვანის ფუნქციებს. ახლა კი რაც შეეხება ნომინანტებს. პირველი პრიზიორი ჯავა ქარსელაძე გახდა, რომელმაც მეგა აიღო ნომინაციაში ახალგაზრდობის სიმპათია. ჯავა ქარსელაძე! თუმცა მას შემდეგაც არაერთხელ მოუწია სცენაზე ასვლა, როგორც საუკეთესო დუეტის შემსრულებელს სიმღერისათვის ნუმალავ, როგორც წლის სიმპათიურ მამაკაცს და საუკეთესო ვებგვერდის ავტორს. ყველას მინდა მადლობა უთხრა, აი ეს ჩემი სახელი შემოხაზეს აი ამ ნომინაციებში და უღრმეს მადლობა ყველას, იმიტომ რომ არ ველოდებოდი მართლაც, იმიტომ რომ ორივე ნომინაციაზე საკმაოდ კარგი ადამიანები იყვნენ, კარგი სიმღერა იყო დუეტზეც ორი ასევე და არ მეგონა თუ ჩვენ გავიმარჯვებდით და ძალიან დიდი მადლობა ყველას. რაღაცას ველოდებოდი, მაგრამ ეს გამოვდებული უღრმეს მადლობა ყველას. წელს პირველია, მაგრამ ისე მეორეა, იმიტომ რომ შაშან გავხდი წლის აღმოჩენა. და ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. მადლობა. შემდეგ ნომინაციები ასე გადანაწილდა. წლის საუკეთესო იმიჯის მქონე მამაკაცი მერაბ სებაშვილი, ქალბატონი კი ლელა წურწუმია. საუკეთესო ტექსტის ავტორი მანანა გურგენიძე, საუკეთესო კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი. წლის სიმპათია ქალბატონი ნინი ბადურაშვილი. მადლობა მეგას, მადლობთ ჩემ თაყვანისმცემლებს და ყველას. წლის სიმპათია ჯგუფი უტოპია. 2003 წლის საუკეთესო შოუ კონცერტად დასახელდა პროექტი კინოსა და თეატრის მუსიკა გია ყანჩელის შემოქმედებაში და პრიზი გადაეცა ნატო მეტონიძეს. გიგა კვენეტაძე დასახელდა წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებლად, ხოლო საუკეთესო ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ჯგუფად ვაკის პარკი. საუკეთესო სიმღერა გახდა ვერიკო ტურაშვილის შენზე და შესაბამისად საუკეთესო ვოკალისტად აღიარეს ვერიკო ტურაშვილი. არც ვიცოდი პრინციპში რა ნომინაციებზე ვიყავი წარდგენილი, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ესე მოხდა. როგორც ყოველთვის წელსაც იყო ნომინაცია საუკეთესო დიზაინერი და მეგა ამ ნომინაციაში ერგვა ავთო ცხვიტინიძეს. რაც შეეხება წლის საუკეთესო რეპერს, ამ ნომინაციაში მეგა გადაეცა ლექსენს. მადლობა იმ ადამიანებს, რომელსაც არ ატარებს ნიკაპს. მადლობა მამუკაკონს და მადლობა ჩემს მინდოზეს. და ბოლოს, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი გიგა მიქაბერიძე. ალბათ ყველაფერს ჯობია რომ ვიმღეროთ, ხო? საუკეთესო მომღერალი ქალბატონი ლელა წურწუმია. წლის საუკეთესო პროდიუსერი მამუკა ღლონტი. დიდი მადლობა პრეზიდენტის არტემიდი თავს მეცარშევიცთან შეგაცდეთ და არ ვიმღერებთ. მადლობა. ცერემონიალის ორგანიზატორებმა ბოლოს ქალბატონი ნანი ბრეგვაძეც დააჯილდოვეს პრიზით, რომელიც ეკა მამალაძეს დათო ოკიტაშვილმა გადასცა და არც ტრიოს სიმი და მომღერალი ბესო კალანდაძე გამორჩენიათ. მათ პრიზი როგორც ყველა თაობის საყვარელ ტრიოსა და მომღერალს გადაეცათ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.